სამი დორს ან სამი დერს მოვიგებთ რა. რა ხდება რატო წერ ამ ვიდეოს. დღეს არის 4 აგვისტო და ამ პირველი მომენტის ჩაწერის შემდეგ, აქედან ერთი თვის შემდეგ, ანუ 4 სექტემბერს არის საქართველოს-თურქეთის თამაში, სადაც მივდივარ და ეს ვიდეო სწორედ მაგას ეხება. საქართველოს-თურქეთის თამაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ. რასაც სულ ცოტა ხანში ნახავთ, სულ რამოდენიმე წამში. ნუ თქვენთვის წამები იქნება, ჩემთვის იქნება 1 თუ max ყველაზე ბევრი. გამოვიწერეთ ხალხო, დაალაიქეთ, ზარისხილაკი გააქტიურეთ, კომენტარები დამიწერეთ, აი რამე მირჩიეთ, როგორ შეიძლება უფრო საინტერესო გავხადოთ ჩემი ვიდეო რა. დარწმუნებული ვარ ეს ვიდეო საინტერესო გამოვა, იმიტომ რომ ავი საქართველოს თამაშზე ისე დიდი იუთუბერით დააკომენტარეთ, ზარისხილაკი გააქტიურეთ. თუ გინდათ უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს ჩვენ შესახებ. გააზიარეთ ხალხო, ანუ უფასოა ყველაფერი. ხო და ნუ ეხა ესე ვიზავ და უკვე სტადიონის შესასვლელთან ვიქნებით. ხო, სანამ სტადიონის შესასვლელთან გადავაფიქრეთ. ყველაზე მაგარი ადგილი ავიჭე რა, რაც შეიძლებოდა. ოღონდ ეს დაგეგმილი არ ყოფილა რა. იმიტომ რომ როცა უკვე შემაგდო ყიდვაზე დავიარე იარუსები და თითქმის არსად არ იყო ადგილი. და მე აღმოჩნდა, ანუ თურმე იაფიანი ადგილები, ანუ იყო 20 ლარიანი, 40 ლარიანი, 70 ლარიანი და 100 ლარიანი ბილეთები. ნუ მე 100 ლარიანი ვიყიდე. ეს არანაირი მარიაჟობა, ანუ არაფერი ის არა რომ ლაქშერი და რაღაცა. არა, უბრალოდ ფასიანი შემხვდა ის ვიყიდე და ვიყიდე 25 სექტორში, მეორე იარუსზე, ანუ მეორე სართულზე რა, ესე ვთქვათ, 38 ადგილი, 24 რიგში. ნუ ეს ვიდეო როდესაც უკვე ეს დაიდება, ეგ თამაში უკვე ჩატარებული არის, შეიძლება ვინმე ნახა, არ ვიცი, ანუ ვერ გადავალთ ეგრე მალე რა, იქ შესასვლელთან. იმიტომ რომ არის 4 აგვისტო, იქამდე არის 1 თვე კიდე. მაგრამ თქვენ მაგ 1 თვეს გამოტოვებთ ამ ვიდეოში და მე ვერ დავსკიპავ, ვერ გადავახვევ რომ მივიდე იქამდე რა. ასევე 7 აგვისტოს კიდე იქნება ბილეთების გაყიდვა რა 12 საათიდან. ნუ უკვე იყო. ხან წარსულში და ხან მომავალში, იმიტომ ლაპარაკობ, რომ ეს ვიდეო ჯერ არ არის დადებული, მაგრამ რო დაიდება ყველაფერი წარსულში იქნება უკვე რა, ანუ 4 აგვისტოს მაქვს ეს ვიდეო დაწყებული და დაიდება ალბათ 1 8 სექტემბერს. შემდეგი ვიდეო დაიდება 1 20 სექტემბერს ალბათ, რავი, გააჩნია როგორ გადავიხებ. ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოს. დროა გადავიდეთ დინამოს შესასვლელთან. სტადიონთან ვართ რა. არც ჯერ ხა ისმის თუ არა, მაგრამ სტადიონთან ვართ. უახლოვდებით. უეჭველი ვიდეო. სამი დორს ან სამი დერს მოვიგებთ რა. ეს კიდე რავი, რაღაცა მოხდა. ეს გამოძრაო.
ეს მარცხენა კუთხეში
ესე იგი, ეს ვაფშე სხვა დღე არის და ეხლა მინდა იქ სიტუაცია რა ხდება, განვიხილო რა. ესე იგი, რო შევედით, ყველაფერს ჩხრიკავენ, უბრალოდ ჩანთებს უფრო ჩხრიკავენ და რავი, ყველაფერი დამატოვებინეს, 2 ბოთლი წყალი მქონდა, მზესმზედა და ჩიფსი. ასევე ატოვებინებდნენ სასტვენებს, მაგრამ მე ისეთი სასტვენი მქონდა, რომ ანუ ჯურის მაგვარი რა, ანუ ჩაიგიდებ და არ გამოჩნდება რა, ეხლა იქ დასასრულში არ ჩხრიკავენ რა. და მაგით შევიტანე სასტვენი. თვითონ თამაშზე რა ხდებოდა რა. პირველივე წუთებზე გოლი გაგვიტანეს. ნუ, კაი, მაგაზე ცოტა აიჭრა ალბათ ჩვენი ნაკრები, იმიტომ რომ პირველივე წუთზე რო გოლი გაგდის თან სოფლიოს შესარჩევია და მნიშვნელოვანი თამაშებია რა. და გოლი რო გაგდის ცოტა იძაბები რა. მაგრამ საჯი სავარაუდოდ იმასკენ უფრო იყო რა. ხო, ჩვენ არ გვითამაშია ნაკრების წინააღმდეგ, ანუ თურქეთის წინააღმდეგ არ ვითამაშეთ საჯის წინააღმდეგ. გვეცდები მომენტები აი აქ ამოვანათო, ან ეს კადრი რომ მორჩება, განახოთ პატარა მომენტები თამაშიდან. ხო, ნუ ბოლო მეორე ტაიმზე უკვე ბოლო წუთებზე მოიხოდნენ ბიჭები და უკვე კარისკენ ჩვენ უფრო მეტი პრესი გქონდა და ასე შემდეგ. როგორც ვთქვით, მეორე ტაიმში ხუჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა აი ეს კაი გოლები გაიტანეს. იმენ ძალიან მაგარი პროსტა და მაგ დროს იმენა სტადიონი დაინგრა. როცა პირველი გოლი გავიდა ჩვენი რა, ანუ ჩვენ როცა გავიტანეთ, გადამოწმება იყო და მაგ დროს უფრო დაძაბული იყო, ანუ თამაშგარე იყო თუ არა, ამოწმებდნენ და ყველა ძალიან დაიძაბა მაგ მომენტში. და ერთი სული ქონდა, როდის გამოაცხადებდნენ გოლი იყო რა და რო გამოაცხადეს, უფრო ორმაგად დაინგრა სტადიონი და ძალიან ემოციები იყო რა. და სტადიონზე ხარ საერთოდ სხვა ენერგია არის რა. თან კი უყურებ ტელევიზორიდან, მაგრამ იმ ენერგიას ვერ ვზნობ, რა სტადიონზე არის რა. ყველა ენერგიას ერთად გგზავ და ძალიან მაგარი იქნება რა სტადიონზე რო ხარ რა. ეს ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, გააქტივეთ ზარზღლაკი, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.